ჩემთვის არის თავისუფლების შეზღუდვა ოკუპაცია. ეს უფრო მეტია ვიდრე თქვათ რაღაც საზღვრის გადმოწევა ან თქვათ ეს ადამიანების სიცოცხლეზე გადის ეს ზღვარი. ეს იყო 11 აგვისტო, როდესაც ჩემ ბავშვობის მეგობარს, ჩემ ძმაკაც ეყოლა შვილი. პირველი სამშობია რო თუ იცით ნაძალადევში, მაგრამ ესეთი არკა. ამ არკასთან გამოვდიოდით უკვე ტერიტორიიდან, როდესაც მახათან და ის ააფეთქეს. მთელი ღამე მოძრაობდი თბილისში, არა მარტო მე, ჩემი მეგობრებიც და ძალიან კარგად მახსოვს ადამიანების სახეები. განსაკუთრებით მეორე დილით, როდესაც სატვირთო თვითმფრინავმა გადაიფრინა თბილისამდე დღისით და მე მახსოვს ადამიანები ცდილობდნენ რომ პატარა ბავშვებთან ერთად რაღაც კუთხეები ოცადმე დამალულიყვნენ. ანუ ის იყო შიში. ეს მუდმივი შიში არის ბოლო 20 წელიწადია. 99-ში მე მახსოვს. მაშინ ალბათ უფრო პატარა ვიყავი და ვერ ვიგრძენი ეს ემოცია, როდესაც უფროსი თაობის ადამიანების თვალებში ვკითხულობდი ამ შიშს. მაშინ ჩემთვის ამას ახსნა არ ქონდა. იმიტომ რომ ვერ ხვდებოდი ალბათ 14-15 წლის რო ხარ ვერ გაითავისებ იმას, რას ნიშნავს შიში. უფრო გაბედული ხარ, მაგრამ უკვე 2008 წელს მე მივხვდი, რატომაც ეშინოსდათ მაშინ იმ ადამიანებს. ჩვენ უფროსი თაობის ადამიანები გეუბნებოდნენ, რომ თქვენ ჯერ წარმოდგენა არ აქვთ რა რეჟიმი, რა სისტემა, მაგრამ ფაქტია, რომ მაშინ მოხდა ის, რაც მოხდა. ქვეყანამ მიიღო თავისუფლება. ანუ ეს შესაძლებელია. პირველ რიგში ადამიანმა თვითონ უნდა შეძლოს და მენტალურად უნდა იყოს თავისუფალი. ანუ აი ამ ჩარჩოებს უნდა გააცდე. და მაშინ უკვე ყველაფერი შესაძლებელია რა. საზოგადოებამ უნდა იგრძნოს ერთი რამ, რომ თითოეული მისი წევრის მად მონაწილეობა ამ პროცესში რა, ოკუპაციისგან გათავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. დიდი ჯარი, რუსის ჯარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველას ხო ვერ დაგხვეწავენ, თუ ყველანი ერთად ვიქნებით, ვერ დაგხვეწავენ რა. ანუ შეგიძლია რომ განთავისუფლდე, მაგრამ ჩემი აზრით მაინც პირველ რიგში უნდა გაიგო ფასი თავისუფლების, უნდა გზნობდე ამას მენტალურად, შინაგანად. უნდა იყო თავისუფალი ადამიანი და მაშინ მიხვდები რას ნიშნავს, როდესაც გსხუდავენ. ოკუპაცია კიდე ჩემთვის შეზღუდვა არა ნებისმიერ შემთხვევაში. დღეს როდესაც მითხრეს, რომელი სტრიკონი გახსენდებაო, ალბათ რთულია იცი საქართველოს იმიდან რამე ამოჭრა კონტექსტიდან. იმიტომაც ყველა მიცის. მე ხა მახსოვს 90-იანი წლებიდან პირველი საქართველოს ჰიმნი საქართველოში ალბათ შეიძლება 10-15% გაიცნო. გახსოვთ ძველი ჰიმნი თქვენ? ეს ჰიმნი ყველას ახსოვს. ჰიმნის და ეს გერბზე რაც აწერია რომ ძალა ერთობაშია, ჩემი აზრით ყველაზე იდეალურია, რაც შეიძლება ამ ქვეყნისთვის მართლა ის ძალა ერთობაში უნდა იყოს. ალბათ ჩემთვის ეს უფრო ისეთი მისაღები ციტატაა რა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა, თუ საზოგადოება ერთიანი არ იქნება რაღაცა პოზიციასთან დამოკიდებულებაში, ძალიან რთულია. შეიძლება ბევრ რამეზე იკამათო. პოლიტიკურ, შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე, ეკონომიკურ, ნებისმიერ სხვა თემაზე, მაგრამ როდესაც ქვეყნის ბედზე მიდის საუბარი, მან ერთიანი პოზიცია უნდა იყოს რა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ანუ უნდა იყოს რაღაცა მიზანი, რომელსაც უნდა ემსახურებოდეს ყველა თითოეული მოქალაქე, არა ოკუპაციას.